ტრიუმფალური სტარტი და დაუვიწყარი სანახაობა, რითიც 45 ქვეყნის 1000-მა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ იხილა მთავარი, რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს გუშინ ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლი ოფიციალურად აინთო. საათნახევრიანი სანახაობა ქართული ტრადიციული ელემენტებით იყო დატვირთული, მთავარი ნაწილი კი სახელმწიფო დროშის აღმართვა და სპორტსმენების აღლუმი იყო, რომელიც ხორუმის ფონზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მეთაური, პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი დაესწრნენ. ჩვენმა ქვეყანამ ზამთრის სპორტის მიმართულებით უმაღლესი შეფასება კიდევ ერთხელ მიიღო. მნიშვნელოვანი დღის მასპინძლობისათვის ქვეყანა ღირსეულად მოემზადა. მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განსახორციელებლად მთავრობამ ასეულობით მილიონი ლარი გამოყო, რითიც ქვეყანაში გრძელვადიანი ინვესტიცია განხორციელდა. პრემიერის თქმით, საქართველოს შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისათვის მიმზიდველმა ქვეყანამ. ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას 45 ევროპულ ქვეყანას გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი, ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში. საქართველოს შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანამ. ფესტივალი, რომელშიც 45 ქვეყნის 1000-მდე ათლეტი და 700-ზე მეტი ოფიციალური პირი მონაწილეობს, ამის ნათელი დასტურია. ამით ჩვენ შეუერთდით ევროპული ქვეყნების შვიდეულს, რომლებმაც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლეს. ფესტივალისგან რაც შეიძლება მეტი მემკვიდრეობის დატოვება ქვეყნისთვის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხედვაა, რაც სრულ თანხმედრაშია ჩვენს ხედვასთან. 10 წლის წინ თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის მე-13 ოლიმპიური ფესტივალის წარმატების შემდეგ ყოველთვის გვჯეროდა, რომ საქართველო კვლავ უმასპინძლებდა ჩვენი კონტინენტის ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გამორჩეულ ღონისძიებას. უკვე ვგრძნობ, რომ ფესტივალის სული ცოცხალია და მკაფიოდ იგრძნობა აქ. ჩვენი ევროპის ელჩების წყალობით თქვენ მიიღებთ იმ ფასეულობას და სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. როგორც გასულ ზაფხულს პარიზში ვიხილეთ და მომავალ წელს კიდევ ვიხილავთ მილან კორტინაში. ოლიმპიზმის სული სპორტსმენებს მთელი კარიერის განმავლობაში თანსდევთ. სწორედ აქ იწყება ეს გზა. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმაც. მიხეილ ყაველაშვილმა ოფიციალური გახსნის ღონისძიების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში ქართველი სპორტსმენების წარმატებით დაიწყო. ირაკლი ხერგიანი პირველ დაშვებაზე 52 წამში ჩამოსრიალდა და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. დღევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობა კიდევ 3 ქართველმა მიიღო. მათ სამთო თხილამურებში იასპარეზეს. ვაჟთა გიგანტური სლალომის ტურნირის პირველი ადგილის მფლობელი ბრიტანელი სპორტსმენია, რომელმაც რეკორდი 48 წამში მოხსნა. მეორე და მესამე ადგილები ჩეხმა და ნორვეგიელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. ქართველმა სპორტსმენებმა კი 51 და 54 ადგილები დაიკავეს. ჩემს შედეგს რაც შეეხება, მეტი უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ კმაყოფილი ვარ. კონკურენცია იყო ძალიან დიდი, ათლეტები იყვნენ ძალიან ძლიერები, მაგრამ ეგ იქნება ჩემთვის мотиваცია, რომ შემდეგ შეჯიბრებაზე უფრო და უფრო ძლიერად და უფრო და მოტივირებულად ვიასპარეზო. ტრენიერი დღე იყო. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს. მე ბაკურიანში ვიღებ მონაწილეობას პირველად, ვფიქრობ ძალიან კარგი გამოცდილებაა, კარგი მოლოდინები მაქვს. ბაკურიანი ლამაზი ქალაქია, მეგობრული ხალხი და სასრიალო ძალიან კარგი. დღეს იყო პირველი სასაჯიბრო დღე ჩვენი ოლიმპიადი, სადაც იასპარეზეთ ჩვენმა სამთო სათხილავ მოთხილამურებმა. მე მინდა მათ მომავალში წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო. ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს მასპინძლობს ბათუმიც. ფიგურულ სიგურაობაში საშეჯიბრო ნაწილმა სტარტი ოფიციალურად დღეს აიღო. ტურნირში 32 ქვეყნის 50 სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს სახელით ფესტივალზე 15 წლის ინგა გურგენიძე გამოვა, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
ევროპულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა დღეს აიღო ბათუმში სტარტი უკვე საშეჯიბროდ. პირველად იასპარეზეს ციგურებით რბოლი სპორტსმენებმა, გათამაშდა პირველი კომპლექტი მედლები გოგონებში და ვაჟებში და ასევე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში უნგრეთის გუნდმა დაამყარა ევროპული ფესტივალების შორის რეკორდი, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო მოხდა სწორედ ჩვენს არენაზე. საქართველოს მსოფლიო სპორტულ რუკაზე ლიდერობას ართმობს, ამას ადასტურებს ის საერთაშორისო ღონისძიებები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს. ბაკურიანი 2025-ის მასპინძლობა კი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ქვეყანაში ზამთრის ტურიზმისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების კუთხით.